გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინა. დღევანდელი ვიდეო გადავწყვეტე გადამეღო სახის მოდელირებაზე, თუმცა პირველ რიგში მოგიყვებით თუ რომელი ფუნჯი რისთვის უნდა გამოიყენოთ მაკიაჟის გაკეთების დროს და ასევე გეტყვით, რომელი ამათ შორის ყველაზე საჭირო და ხშირად გამოყენებადი. ეს არის ჩემი ფუნჯების ნაკრები, რომელიც საჩუქრად მივიღე. ამ ნაკრებში არის 12 ფუნჯი, თუმცა მათ შორის რამოდენიმე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მაკიაჟის გაკეთების დროს. პირველი ეს არის ტონალური სპონჯი. როგორც ხედავთ, ტონალური სპონჯი არის ბრტყელი. ასეთი ფუნჯის საშუალებით ტონალური სახეზე თანაბრად ნაწილდება. ხშირ შემთხვევაში ტონალურს ინაწილებენ სპონჟის საშუალებით, თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ სპონჟის საშუალებით გადაინაწილოთ ტონალური იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ცხიმიანი კანი ან მოდელირების დროს. შემდეგი არის კორექტორის ფუნჯი, რომელიც არის საკმაოდ მყარი და ძალიან მოსახერხებელი. შემდეგი ორი არის პუდრის ფუნჯები. ეს შედარებით დიდია, როგორც ხედავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხვიერი პუდრის დატანის შემთხვევაში, ხოლო ეს შედარებით პატარა ფუნჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ რუჟის წასმის დროს კონკრეტულ ადგილებზე. თვალის მოხატვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე ფუნჯი, რომ შექმნათ ხაზი, ხოლო შემდეგ ამ ხაზის ჩასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მრგვალი ფუნჯი, რომელიც საკმაოდ კარგად შლის ჩრდილებს და ფერები ერთმანეთში არის გარდამავალი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მოსახერხებელია ლაინერის ფუნჯით წასმა, თქვენ დაგჭირდებათ სწორედ ასეთი ლაინერი. ხოლო ეს არის ტუჩის საცხის ფუნჯი, რომელიც არის საკმაოდ პატარა, მაგრამ ძალიან კარგად გამოკვეთს ტუჩის კონტურს. სწორედ ამ ფუნჯების დახმარებით ახლა გავიკეთებ სახის მოდელირებას. პირველ რიგში გეტყვით, რომ იდეალური სახის ფორმა არის ოვალური და მაკიაჟის გაკეთების დროს უნდა ვეცადოთ, რომ სახე მივამსგავსოთ ოვალურ ფორმას. გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ჩრდილები სიღრმეებს ავსებს, ხოლო მუქი ჩრდილები პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ მუქი ფერის კორექტორი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაამზადოთ ჩვეულებრივი ტონალურით და მუქი ფერის რუჟით. მუქი კორექტორი უკვე დავამზადე. ახლა გადავინაწილებ მუქი ფერის ჩრდილებს, პირველ რიგში შუბლის კუთხეებში. შემდეგ ცხვირზე. ეს დაგვეხმარება, რომ ცხვირი ვიზუალურად უფრო თხელი გამოჩნდეს. It's like they've taken over and there's nowhere I can hide. What good do they bring? Never fix anything. მე მაქვს ოთხკუთხედი სახის ფორმა, ამიტომ სწორედ ამგვარად ვცდილობ, რომ მივამსგავსო ოვალურს. ახლა კი წავისვამ ღია ფერის კორექტორს. შუბლის შუა ნაწილში. ცხვირზე, რა თქმა უნდა. და შემდეგ თვალებთან. თვალებთან ვქნით ერთგვარ სამკუთხედს. და შემდეგ ამ ყველაფერს კარგად გადავანაწილებთ ერთმანეთში. And then you break them. Who says forgiveness can be written down with a pen? ჩრდილების წასმა უკვე მოვრჩი, ახლა კი ღრუბლის საშუალებით გადავინაწილებთ ერთმანეთში. I hold your hand and try to let it go, but you keep on bringing back feelings and they show. You're like everything around, and the words I'm feeling, they can't be found to explain how I feel right now.
კორექტორების გადანაწილებას უკვე მოვჭი, ახლა კი წავისვამ პუდრებს. მე გამოვიყენებ ძალიან ღია და ძალიან მუქ პუდრებს და შემდეგ გადავანაწილებ ერთმანეთში. პირველ რიგში წავისვამ მუქ პუდრს. ზუსტად იმავე ადგილებზე, სადაც წავის მუქი კორექტორი და შემდეგ გადავალ ღია პუდრზე. ამ შემთხვევაში პუდრი არის ერთგვარი ფიქსატორიც და მაკიაჟი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგიძლია. არ დაგავიწყოთ ყელიც, რომ განსხვავება დიდი არ იყოს. ახლა წავისვამ ღია ფერის პუდრს. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ. არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა და აუცილებლად მომწერეთ თუ რაიმე კითხვა გაგეჩნდებათ. მე გემშვიდობები ზუსტად 1 კვირით დროებით.